ხელათა შეტათა განუსვენე მაცხოვარ დავიწყე სანატრელს ამას ცხოვრებას აკაც მოყვარე გასასვენებელსა შესამაცხოვარ სადა ყოველი წმინდანი შენი მკვიდარია განუსვენე სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევათა შენთათა რამე თუ შენ ხოლო ხარ კაც მოყვარე დიდება ამასა და ძესა და წმინდა სასულსა შენ ხარ გვერდი რომელიც დახედოჯოხეთა დაგახსენს სამობანი შესვენებულთანი რაცა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევათა შენთათა აც დამარადის და უგუნითი უგუნისამდე ამინ შენ ხოლო უბიძო და უხსნელო ხალწულო რომელმა შეღმერთი ხორჩესმული მასევე დღე რათაც ხონოსუმი ამრეკელის ქუჩა 34 ნომერში მდებარე აი ამ პატარა სალოცავთან, რომელსაც ქვია ბერი ნიკოლოძის სამლოცველო სალოცავი, სადაც დილიდან საღამომდე, შესაძლოა ითქვას გვიან ღამემდე, აქ არ წყდება მრევლის ნაკადი. ხალხი მოდის სალოცავად, მოსალოცად, დაუჯდომელების საკითხად და იმ რწმენით, რომ მათ უშველით უფალი, მათ უშველით ბერი გაბრიელი და შეეწევათ ბერი ნიკოლოზის ლოცვა. ლოცვა მამა გაბრიელისა. გამოუთქმელი რწმენით, სიმდაბლით, სიყვარულით, მოთმინებით, მიტევებით და ღვთისმოსაობით ყველას გამაოცებელო. სალოსობითა და იმავდროულად დაყუდებული ბერის ღვთის წინაშე სათნო მოღვაწეობით გამორჩეულო. მამაო გაბრიელ, ყოველწოდვილთა სიყვარულით მიმღებო, შემბრალებელო, დამრიგებელო და ღვთის სათნო გზაზე დამყენებელო, მრავალთა შესაფერი სულიერ საზრდოთა მიმცემო, ყოველ სათნოებათაგან უმეტესად სიმდაბლისა და სიყვარულის კეთილი სიტყვის და საქმის მკეთებელო და მსწავლელო, ავადმყოფთა პატიმართა და საგიჟეში მყოფთა მომხსენიებელო და გულშემატკივარო, საოცარი მარხვით და შენი ცხოვრების სიცოცხლის ბოლომდე უბრალოებით შემოსილო, სხვათა დაპურებით გამხიარულებულო, საერო და სასულიერო იერარქთა მამხილებელო, მწვალებელთა საზეიმო აღლუმის სატანის კერპის ცეცხლად მქცეველო, სიმართლისათვის დევნილო, საპყრობილესა და საგიჟეში მყოფელო, სიკეთის მკეთებელო და მსწავლელო, შენი ამ დიდების ყველასგან ვერ შემცნობო, ყოველწნეულებათა ღვთის სათნოდ მიმღებო და ამტანო, მივდივარ და მე თქვენ სიყვარულს ღმერთს ავუტანო. ხშირად მთქმელო მამაო გაბრიელ, შენი ანდერძისამებრ ჭილობში შეხვეულსა და ნარზე დასვენებით მიწას მიბარებულო და ამ ქვეყნიდან უხმაუროდ გასულო. მთელი ცხოვრება ებრძოდი ხილულ და უხილავ ბოროტ ძალებს და ამ ბრძოლაში გამარჯვებულო. მრავალ სათნოებათა სიყვარულის, რწმენის, სიმდაბლის, ლოცვის, მოთმინების, მიტევების, სიკეთის მტკიცე ციხესიმაგრეო. გიხაროდენ სათნოებითა და სიმდაბლით გამორჩეულო. ღირსო მამაო გაბრიელ. ტროპარი ძალიუფლისა მოგეცა, რათა წინ აღდგომოდი მწვალებელთა და მათ თვალწინ ცეცხლად გექცია სატანის კერპი და სიმტკიცითა შენითა გედიდებინა სამება ღირსო მამაო გაბრიელ, ევედრე ქრისტეს აღმერთსა, შეწყალებად ქართველთა ერისათვის. კონდაკი
ყოველგვარი ვნების მომაკვდინებელო, ზესთა სოფლურის მოშიშარო და მოსიყვარულეო, ყოველ ცოდვილთა სიყვარულით ღვთის სათნო გზაზე დამყენებელო, ქრისტესთვის ყოველ ტანჯვათა დამთმენელო, ამისთვისცა გადიდებთ სათნოებითა და სიმდაბლით გამორჩეულო, ღირსო მამაო გაბრიელ. ჩვენ ვიმყოფებით ბერი ნიკოლოზის სამლოცველოში. ბერი ნიკოლოზი არის მამა გაბრიელ ურგებაძის გზის გამგრძელებელი, თავად მამა გაბრიელის ლოცვითა და კურთხევითა და უამრავი ხელმოწერა გროვდება ბერი ნიკოლოზის თაობაზე. მოდით ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბროთ ლევან ფირცხალავას. მრევლი არის ბერი ნიკოლოზისა და ერთგული მრევლი. მოგესალმებით ლევან. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს გულითად მაყურებელს. და პირველი, რასაც ვინატრებდი და ვისურვებდი, ის წარსულში რა დიდი გმირული სულიც ჰქონდათ ქართველ ერს ჩვენს დიდ წინაპრებს, აი ეხლაც გაიღვიძოს ღვთის მადლით, ღვთის წყალობით, რომ ქართველმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს წმინდანის გვერდში დგომა, სიწმინდის დაცვა უპირველესად. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ მამა ნიკოლოზი შეწევნის, აქ რომ მოდის ადამიანი განსაკუთრებით ეხმარება, ასევე დრო და სივრცე არ არსებობს წმინდანისთვის, სადაც შეევედრება ადამიანი ყოველ ნებისმიერ კონტინენტზე შეუძლია მოისმინოს და შეწევნას გრძნობენ. ამისი დასტური გახლავთ ის, რომ იმდენად აქტიურად არის თითოეული უამრავი ქვეყნიდან გვეხმიანებიან ჩვენ ევროპის იქნება თუ ამერიკის იქნება თუ აზიიდან თუ ესე შემდეგ რომ და ჩვენ ვარსებობთო ემიგრანტები განსაკუთრებით ამბობენ რომ ჩვენ აქ ვარსებობთ მამა გაბრიელის, მამა ნიკოლოზის ლოცვით ვარსებობთო. ისინი განსაკუთრებით მონატრებულები არიან ჩვენს ძვირფად სამშობლოს და უფრო მეტად ენატრებათ სიწმინდე და გრძნობენ მეტი გულით ევედრებიან ღმერთს და გრძნობენ თანამედროვე უდიდესი წმინდანის შეწევნას. არა მარტო ქართველები აწერენ ხელს, აწერენ უცხოელები აწერენ. ამას უნდა ჩამოიტანეს ავსტრიიდან ხელმოწერები, არ დავკონკრეტები, ავსტრია, საბერძნეთი, ამერიკა, მექსიკა თუ ესე შემდეგ, იმიტომ რომ სასულიერო პირებიც, ეპისკოპოსები მათ შორის, პატრიარქები არიან საქმის კურსში და მე ძალიან დიდი გულის ტკივილით მინდა ვთქვა ის, რომ უცხოეთი სასულიერო პირები, უცხოელი სასულიერო პირები, ეპისკოპოსები და ესე მაღალი იერარქები ეპატიჟებიან მამა ნიკოლოზს თავიანთ სამშობლოში. ჯერა რომ თქვენ დაეხმარებით მამა ნიკოლას და დაუბრუნეთ თავის ადგილს, რაც ადრე ჰქონდა. Buen domingo y igual dar todas las gracias a los padres que han almorzado con nosotros y a todos los fieles. Muchas gracias. და ამბობს რომ ეს მამაოები ყველა იგივეს გამოთქვამენ და თქვენს გვერდით გავართ ყველა და მოგესალმებით აქედან. წმინდანს მართალმოღვაწეს ასევე ცოტა ხნის წინ აგრძანდებოდა ათონის მხრიდან ჩამოვიდა მამა პაისის სულიერი შვილი მრავალი სასულიერო პირის თხოვნით, რომელმაც თქვა რომ ჩვენ დავპატიჟებთ ჩვენთან მამა ნიკოლოზს, ოღონდ იმ ხელმოგრძალება იგრძნობოდა ადამიანში, ოღონდ როგორც მამა ნიკოლოზი იტყვის. ოღონდ როგორც მამაო ჩათვლის საჭირო რომ ჩვენ გულით ვინდა, მაგრამ ჩვენ ყველას იმედი გვაქვს რომ როგორც მამა გაბრიელი დაპატიჟეს ათონის მთაზე და ასე უპასუხა მამა გაბრიელმა რომ ჩემი ათონი აქ არისო და მე ჩემ საქართველოს არასოდეს მივატოვება ესევე მამა გაბრიელის სულიერი შვილი და მოწაფები, ზედაც მამა გაბრიელი ბრძანებს რომ მე და ნიკოლოზი ერთი ვართ, ჩვენ რამ გავყო ნიკოლოზ მე და შენ ერთი ვართო, აი ასევე მამა ნიკოლოზიც ჩვენ სამშობლოში იქნება და აქ დაფასდება წმინდანის უდიდესი ღვაწლი, უდიდესი შრომა, რომელიც მართლაც ბიბლიიდან ვიცით, რომ ძალიან ძნელია, რომ ადამიანმა რეალობაში აწმყო დროში სათანადოდ შეაფასოს წმინდანის ღვაწლი და მოღვაწეობა. ჩვენ წარსულში უფრო ვხედავთ ხოლმე ჩვენი თანამედროვეების უდიდეს გმირებს რო ვერ ვაფასებთ წარსულში მათ დიდ გმირულ საქმიანობას. და ეს ხელმოწერები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მამა ნიკოლოზის აღდგენით იწყება საქართველოს მღვდელმსახურების აღდგენით, იწყება საქართველოს აღდგენა, იწყება თითოეული ადამიანის სულიერი და ფიზიკური გაჯამრთელება, იმიტომ რომ ყოფილა ხელმოწერების პროცესში ადამიანები განკურნებულან. ეს არ არის ჩვეულებრივი ხელმოწერა, ეს არის ის, რომ ადამიანი თანადგომას აცხადებს წმინდანის გვერდში ყოფნას. ეს არის ის ხელმოწერა, რომელიც ცხონების გზაზე, მართალ გზაზე, სიწმინდის გზაზე გაყავს ადამიანი. ჩვენ ბევრი ხელმოწერები გვინახავს, ბევრი არჩევნები გვინახავს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული, ეს არის იშვიათი, ეს არის ნანატრი დრო.
რომ ჩვენ გვაქვს ამისი წყალობა ქართულ ხალხს აქვს იმის წყალობა რომ მივიღოთ მონაწილეობა და ხელმოწერებში, იმიტომ რომ ერმა ღვთის წინაშე უნდა დაიმსახუროს იმ დიდ საქართველოში ცხოვრება, რაც არის ნაწინასწარმეტყველები. მარტო ერთმა ადამიანმა კი არ უნდა გაწიროს თავი ქვეყნისთვის, ჩვენც უნდა გავუგოთ თანამედროვეობაში ჩვენთვის ჟვარცმულ ადამიანს. მამა გაბრიელი გულის ტკივილით წავიდა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ბრძანა რომ მე ვერ გამიგო ჩემმა ერმაო, გაივლის დრო, ცოტას გამიგებთო. აი ეს გაგების პრობლემები გადაილახება მალე, ძალიან მალე. და სხვათა შორის მინდა ასევე აღვნიშნო ის რახან შევეხეთ ამ გაგების სფეროს, წმინდანის გაგება ადამიანს ძალიან უჭირს, იმიტომ რომ მორწმუნე და ურწმუნო უფრო გაუგებს ერთმანეთს, ვიდრე მორწმუნე და წმინდანი. იმიტომ რომ მორწმუნესა და ურწმუნოს შორის ურთიერთობა მაინც ფილოსოფიის სფეროს შეეხება, განჯის სფეროს შეეხება, ხოლო მორწმუნისა და წმინდან შორის ურთიერთობა ეს არის ძალის გამოვლინება. იმდენად დიდი ძალმოსილი მოქმედება იყო მამა გაბრიელის, როდესაც 1965 წელს ლენინის 12 მეტრიანი პლაკატი რო დაწვა 1 მაისს და ხალხმა ვერ გაიგო ეს და ხალხი დაუპირისპირდა. კანონიც კი დაარღვია, ხო, მამა გაბრიელმა იმდროინდელი, მაგრამ მას ღვთაებრივი კანონი არ დაურღვევია. ყველაზე დიდი კანონი არ დაურღვევია. პირიქით მამა გაბრიელს შეეცოდა ქართველი ერი, რომელიც სატანას სცემდა თაყვანს ლენინის სახით, ხო? და ეს კერპი დაანგრია. როდესაც ქვეყანას ევლინება დიდი წმინდანი, ის ყოველთვის ანგრევს კერპებს. აი მოვიდა ჩვენთან წმინდანინო შემოსა კერპი. მობრძანდა ჩვენთან ანდრია პირველწოდებული და კერპი შემოსა. ასევე მამა გაბრიელმა ლენინის ფოტოს დაწვით კერპი შემოსა, მაგრამ იმდროინდელ ადამიანს გაუჭირდა მის გაგება და მამა გაბრიელი როგორც ქვემბრძანეთ წაიყვანეს ესე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ და თან მოსკოვიდან რეკავდნენ ყოველ წელს რომ გასამართლების გარეშე დახვიტეთო, მაგრამ იქ იმდენად ძალოვანმა სისტემებმა იმდენად ჩავწვდნენ ამ მოვლენას, რომ იქ დაიფარეს კიდევაც პიროვნებებმა, პოლიციელებმა და იმათმა დიდი მფარველობა გამოუწიეს მამა გაბრიელს ღვთის მადლით და ღვთის წყალობით. მამა გაბრიელმა რა დაინახა მაინცა და მაინც ბერ ნიკოლოზში, რომელიც თავისი გზის გამგრძელებლად აკურთხა და მისი ხელდასმით არის ბერი ნიკოლოზი. ძალიან ძნელია ამ თემაზე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ უპირველესად, იმიტომ რომ მამა გაბრიელმა მილიონებში გამოარჩია მამა ნიკოლოზი და უპირველეს ყოვლისა თავისი მამა ნიკოლოზის უდიდესი ერთგულების გამო, სამშობლოს სიყვარულის გამო, მოყვასის სიყვარულის გამო, მოძღვრის სიყვარულის გამო, სიმართლის სიყვარულის გამო, სიწმინდის სიყვარულის გამო, იმიტომ რომ მრავალი თვისების გამო გამოარჩია მამა გაბრიელმა ბავშვობიდან ზრდიდა მამა ნიკოლოზს და გამოარჩია იმიტომ რომ ქვეყანა გადაარჩინოს. მე მამა გაბრიელმა პირადად დამანახა კელიაში მამა ნიკოლოზი და აი ეს მცოდნა ჩვენ მამა გაბრიელმა მოგცა, რომ ჩვენი გადამრჩენელი, ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელის კარიბჭესთან მიმყოფები ჩვენ აქ და უცხოეთის დელეგაცია რო ჩამოდის, ისინი გრძნობიან აქ რო დადგებიან სასულიერო პირები, რომ ჩვენთვის ეს არის პატივი მიუხედავად იმისა, რომ მამა ნიკოლოზი არ გვინახავს, პატივია რომ ჩვენ აქ მოვედით და აქ ვიმყოფებითო და ვინატრებდი და ვისურვებდი, რომ ქართველი სასულიერო პირებიც გაიგებდნენ და ბევრს ესმის, ძალიან ბევრს ესმის და ძალიან მართლა მთელი გულის ტკივილით ვამბობ, რომ ძალიან ცოდვაა ის ადამიანი, რომელიც წმინდანთან უკეტავს გზას ადამიანს. როდესაც ადამიანს არ ესმის, არ უცხოვრია ისეთი ღვაწლით, შეუძლებელია ჩაწვდეს ამ ცხოვრებას. და სამწუხაროდ მე ვიტყვი ის სიმართლეს, რომ საპატრიარქო მამა გაბრიელს იმის გამო რომ ვერ უგებდა 35 წელიწადი დევნიდა. 15 წელიწადი საპატრიარქოს ზიარების უფლებას არ აძლევდა. არ არის ამდენი ხნის დევნა საკმარისი? ეხლა რომ მისი მოწაფე 23 წელზე მეტია იდევნება, არ არის ეს საკმარისი? როგორ ახსნით ბერი ნიკოლოზის მდუმარებას, რას ნიშნავს ეს მდუმარება და როდემდე იქნება მდუმარებაში და ისევ ხელმოწერებს დავუბრუნდები ამ კითხვაში, იქნებ ხელმოწერებიც დავაკავშიროთ და აი რას მოვითხოვთ აი ამ ხელმოწერიდან. მდუმარებაში მამა ნიკოლოზი გახლავთ 12 წელიწადია. მდუმარება თვითონ როგორც ასეთი გახლავთ უდიდესი ღვაწლი. ყველა ღვაწლს შორის, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ერთ მხარეს რომ დავდოთო ჩვენო სხვადასხვა მონაზვნური ღვაწლი, სხვადასხვა ასკეტური ცხოვრება, აი ეს მღვიძარება იქნება, მარხვა, ლოცვა, ხო? მეორე მხარეს კიდე მდუმარება, ყველა ღვაწლს მდუმარება გადასწონის, იმდენად დიდია მდუმარების ღვაწლი, იმდენად სათნო.
რომ სწორედ სრულყოფილებამდე მდუმარებით მივიდნენ ჩვენი წმინდა მამები, უდიდესი წმინდანები ბარსანოფი დიდი, ანტონი დიდი, სერაფიმ საარობელი, უამრავი წმინდანი, უდიდესი წმინდა მამები, თვით ქრისტე ღმერთი, ქრისტე მაცხოვარის, აქ ხატიც ბრძანდება, რომ ქრისტე მდუმარებაში, ასეთი სახელწოდებით, ქრისტე მდუმარებაში, მაცხოვარიც ბრძანდებოდა მდუმარებაში და ეს არის სრულყოფილების ყველაზე მაღალი საფეხური. და თვითონ რაც შეეხება ხელმოწერებს, ეს ხელმოწერები მიმართულია იმ ეპარქიის ხელმძღვანელისადმი, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქისადმი, სადაც მამა ნიკოლოზი მოღვაწეობდა მცხეთაში, რომ ისევ იმ ტაძარში დაბრუნდეს მამა ნიკოლოზი, სადაც ის მოღვაწეობდა. ეს უპირველეს ყოვლისა წამოვიდა ინიციატივა ხალხიდან, ხალხის თხოვნა, ხალხის შეგნებამ გაიღვიძა, როცა იკურნება ადამიანი, როცა ამდენი სასწაულების მომსწრენი ვარ, მოვდივართ პრობლემებით მამა ნიკოლოზთან და სურვილს გვიხსრულებს, პრობლემები გვეხსნება, წმინდანი როცა იჩაგრება, ქვეყანაც იჩაგრება, სიმართლეც იჩაგრება, ქართველი ადამიანიც იჩაგრება, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება მძიმდება და როდესაც ფასდება წმინდანის ღვაწლი, მაშინ პრობლემებიც ნაკლები ექნება ერს. ესეთი დრო ახსოვს საქართველოს ისტორიას, წმინდანს უსმენდა დიდი ჩვენი მეფე დავით აღმაშენებელი და ამიტომ იყო ჩვენი საქართველო წარმატებული და ამიტომ იყო ყველა ომს და ბრძოლას რო იგებდა. სხვათა შორის ერთხელაც ვკითხე მამა ნიკოლოზს მეთქი, ყველა ომი, ყველა ბრძოლა, იმიტომ წავაგეთ მეთქი, ჩვენ რო წმინდანს ვერ გავუგეთ მეთქი, ჩვენ რო მამა გაბრიელს არ მოვუსმინეთ მეთქი და თანხმობის ნიშნად მამა ნიკოლოზმა თავი ესე დამიკრა. დიახ, ამიტომ როგორ იქნება ის ქვეყანა კარგად, სადაც უვნებოდა წმინდა მოძღვარს დევნიან. როგორ იქნება ის ქვეყანა კარგად, როდესაც უვნებოდა წმინდა მოძღვარზე ამბობენ, რომ ლოთიაო, გიჟიაო. როგორ იქნება? შეიძლება თქვას ადამიანმა თავდაბალი ადამიანი თქვის, არ ვიცი, არ მესმის და მოვა ახლოს და გაიცნობს მის ღვალწას. შორიდან რო ლაპარაკობს, რატო ლაპარაკობენ შორიდან? ახლოს მოვიდნენ და ნახონ, რამხელა ტანჯვა წამება და ჯერ და რა სიყვარული აქვს მერე ხალხს მამა ნიკოლოზის. თქვენ მომიყევით, რომ თავად ბერი ნიკოლოზი მიბრძანებულა მამა გაბრიელთან, რომ მისი მორჩილი ყოფილიყო და აი მომიყევით, მაყურებელს მოუყვეთ ამ ისტორიის თაობაზე. ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც მამა გაბრიელი ეს გახლავთ 90-იანი წლები, სასულიერო აკადემიაში სწავლობდა მამა ნიკოლოზი და თან საპატრიარქოშიც მუშაობდა, იქ ერთი პერიოდი იყო მდივანი პატრიარქის და იქ ფინანსურ განყოფილების ხელმძღვანელობდა, იმიტომ რომ პატრიარქმა როდმე მიამბეს მამა ნიკოლოზის თანამშრომლებმა ის ამბავი, როდესაც პატრიარქმა მამა ნიკოლოზი დაინახა, თქვა რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი მოვიდაო და ჩააბარა ბეჭედიც, არსებობს ამისი დოკუმენტებიც, ახლაც დაბეჭდილიც არის და ფინანსური განყოფილებას და მაშინ მამა ნიკოლოზი სწავლობდა სასულიერო აკადემიაში. შემდეგ მოხდა ისე, რომ მამა გაბრიელმა თავისთან წაიყვანა მამა ნიკოლოზი, იმიტომ რომ პრაქტიკული ცოდნა მთავარი, პრაქტიკული ცხოვრება და არა წიგნისმიერი ცოდნა. წიგნისმიერი ცოდნა მაშინ არის კარგი, როდესაც ეს პრაქტიკასთან არის შერწყმული, თორემ სხვა შემთხვევაში შეიძლება საპირისპირო რეაქცია ქონდეს და წმინდა მამები ამის შესახებ მახსენდება წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ცოდნა პრაქტიკის გარეშე არისო დემონური ღვთისმეტყველება. ანუ პრაქტიკას კიდე ადამიანი გადის წმინდანთან. წმინდანი ვინ არის? წმინდანი არის უვნებო მოღვაწე, უვნებო ადამიანი, ვინც დაამარცხა ვნება. ვნება კიდე მრავალგვარია. დიდების მოყვარეობა იქნება, ამპარტავნება იქნება ეს თუ ვერცხლის მოყვარეობა თუ ასე შემდეგ. ადამიანი დიდი ასკეტური ცხოვრებით ამარცხებს ამ ვნებას და ის ხდება უვნებო, უვნებო და წმინდა. და სწორედ წმინდანების ჯაჭვია საქართველოში უწყვეტი. მამა გაბრიელი ამბობს, რომ საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. ჩვენი უდიდესი თანამედროვეობის უდიდესი წმინდანი მამა ნიკოლოზი აღზარდა მამა გაბრიელმა, უდიდესმა წმინდანმა. მამა გაბრიელის მოძღვრებიც ასევე უდიდესი წმინდანები იყვნენ, ბეთანიელი წმინდა ბერები, მამა გიორგი მხეიძე, მამა იოანე. ასევე იქ მოღვაწეობდა ერთი ახალგაზრდა სასულიერო პირი, მამა ვასილი ფირცხალავა, რომელიც გახლდათ მამა გაბრიელის თანამებრძოლი. მამა გაბრიელი ამბობს, რომ ჩემი თანამებრძოლი იყო. ის იმდენად უშიშარი იყო, იმდენად მტკიცე და ძლიერი იყო, რომ აიძულებდნენ დაეტოვებინათ მონასტერი კომუნისტები იმ დროს 50-იანი წლებია, წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული, წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული პედაგოგიური სასწავლებელი სოხუმში მამა ვასილს და მისი მეგობრები შემდეგ როცა ჩვენ შევხვდით, გვიამბობდნენ, ზოგი რაიკომის დივანი იყო, ზოგი აკადემიკოსი, რომ ყველას ენანებოდა მამა ვასილი მონასტერში რო წასულიყო, იმიტომ რომ მეცნიერი ამბობდა, მეცნიერებამ დიდი მეცნიერი დაკარგაო
პარტიული მსახური ამბობდა, რომ თვითონ პარტიამ დიდი სინამდვილეში მამა ვასილმა გააზრებული წავიდა. მეო გაცნობიერებული გადავდგე ეს ნაბიჯიო, იმიტომ რომ ყველაზე მეტადო დღესო სარწმუნოებას უჭირსო. აიო, გმირებიო, სამშობლოსთვის თავს წირავენო. და დღესო ყველაზე მეტად სარწმუნოებას უჭირსო და მართლაც მამა გაბრიელი და მამა ვასილი იყო ის პირველი ბერები, რომლებიც 50-იან წლებში რო აღიკვეცდნენ ბერებად. ეს ის პერიოდია, როდესაც ხრუშოვი მოღვაწეობდა, როგორ დავარქოთ, ხრუშოვი რო იყო ქვეყნის სათავეში და იმუქრებოდა და ამბობდა იმას, რომ ბოლო ბერსო მე თქვენო ტელევიზიით გაჩვენებთ, სავარაუდოდ ის ან ქართველი იქნება, ან უკრაინელიო. ეს ისტორიული წიაღსვა აუცილებელიც იყო ალბათ, რომ ჩვენი დიდი წინაპრები გაგვიხსენებინა და მოგვეგონებინა და შეგვეციოს ეს უწმინდესი ბერების ლოცვა, შეეწიოს ქართველ ხალხს, შეეწიოს ყველა ვინც სიმართლეს ეძებს იმ ადამიანს და მისცეს და მიმაღლოს ღმერთმა იმხელა წყალობა, რომ შეძლოს რომ დადგეს წმინდანის გვერდით, შეძლოს დადგეს სადაც სიმართლეა, იმიტომ რომ ისე უჭირს დღეს დედამიწას, როგორც არასდროს და ისე უჭირს თითოეულ ადამიანს. იმიტომ რომ აი ახლა მე გეტყვით დღევანდელ რეალურ მდგომარეობას, თქვენ იცით რომ მართალი ადამიანი დევნილობით შეიცნობა და დევნაში არის, იყო მამა გაბრიელი, დევნაში არის მამა ნიკოლოზიც და ხალხმა ასევე ის პოლიციაც, როდესაც არ უშევდნენ მამა ნიკოლოზის სახლში, ყველანი დადგა მამა ნიკოლოზის გვერდით. ეხლა ისე და მამა ნიკოლოზმა ჩვენ გამოაიტყია თავი, საქართველოს პრობლემების გამო, ქართული ხალხის გამო ტკივა, ჩვენ გამოტკივა. ჩვენთვის არიან ჯვარცმულები და ეხლა გავიგე ესეთი ამბავი, რომ ისე ვაპირებენ, რომ გადაკეტონ გზა. მამა ნიკოლოზი გარეთ რო გამოგრძანდებაო, ჩვენო ჩავკეტავთ უქმებით გზას და ხალხს არ ამოუშევთო მამა ნიკოლოზს. ეს პოლიციამ პატრულმა თქვა? არა, პირიქით, პატრული იმდენად მორწმუნე ადამიანები არიან, რომ მოდიან აქ ლოცულობენ და ყველანაირად ვინც მართლა მაღალი სულიერების შეგნება გააჩნია, იციან რომ ჯარი კი ვერ გააჩერებს კარზე მოსულ მტერს აჩერებს წმინდა მამა. წმინდა მამის ლოცვას უჭირავს დედამიწა, არა მარტო ქვეყანა, არსებობს წმინდა მამების ლოცვით. ჩვენ კარგად ვიცით ბიბლიიდან, რომ 5 მართალი თუ არის ქვეყანაში, 5 წმინდა მლოცველი, 5 წმინდა მოღვაწე თუ არის, იმას პრობლემა არა აქვს უკვე და ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ვინც აერკვევა ამ საკითხში განსაკუთრებით ვისაც ესმის ეს ძალოვანი სისტემებიდან იქნება თუ ხელისუფლებაში, მათთვის ეს ადვილია. უბრალოდ მე ვამბობ, დებილები მართლა ვერ ხვდებიან. ეს არ არის ლანძღვა, მართლა დებილები ვერ ხვდებიან თუ ვის ეხებიან. ატომურ ბომბთან შეხება უფრო ადვილია, ვიდრე მამა ნიკოლოზთან. სრული სერიოზულობით გეუბნებით ამას. შეიძლება წმინდანი მოქმედებდეს მაცხოვარით სახარებით იგავებით გვესაუბრებოდა. მამა ნიკოლოზიც იგავებით გვესაუბრება, უნდა ჩაწვდეს ამას ადამიანი, უნდა დაფიქრდეს, არ უნდა იჩქაროს. როცა ამდენი ადამიანი ეუბნება, რომ ფრთხილად არ შეეხო, ფრთხილად ხო? მაღალი სულიერების მქონე ადამიანმა კეთილი იქნება ის თუ ბოროტი იქნება, ორივე მიციან რა მოვლენასაც ეხებიან. და ამიტომ ორივე შიშით ზარით მართლა გეუბნებით. შევარდნაძემ, როდესაც პლაკატი დაწვა მამა გაბრიელმა, პირიქით, შიერი იქნებაო მამა გაბრიელიო და დააპურეთო. ეს მამა გაბრიელის ხმაც არის ამ ჩანაწერი, სადაც მამა გაბრიელი უშუალოდ საუბრობს, რომ შევარდნაძემთან კაბინეტში რო შევიდა მამა გაბრიელი საუბრის მერე უთხრა რომ დააპურეთო, შიერი იქნება, ანუ ადამიანური ყურადღება მიაქცია. და მამა გაბრიელმა თქვა რომ მე მაგას უთხარი რომ შენ წინსვლა გელოდება. მაგრამ მოვაო ისეთი დრო, რომ შენი ხელი ჩამოხსნიო აქო ლენინის სურათსო და გააკეთებო წმინდანის სურათსო. მაგრამ ამავე დროს ეხა ისე ნუ გავიგებთ, რომ შევარდნაძე საკებდა მამა გაბრიელი, არა, ამბობდა რომ შევარდნაძეზე დიდი მტერი საქართველოს არ ყოლიაო. დიახ. თქვენ არ გაგიციათ იმასთან დაკავშირებით პასუხი, თუ როგორ მოვიდა მორჩილად ბერი ნიკოლოზი მამა გაბრიელთან, აი ეს ფრაგმენტი მინდა ძალიან რომ გაიხსენოთ და მერე თქვენ როგორ მოხვედით ბერ ნიკოლოზთან მორჩილად. იმ პერიოდში, როდესაც მამა გაბრიელი შერაცხილი ყავდათ ლოთად, გიჟად, როცა ხალხს უკრძალავდნენ მისვლას, ამ დროს მამა ნიკოლოზი მიდის მამა გაბრიელთან და მამა გაბრიელი ეუბნება მამა ნიკოლოზს, რომ 40 წლის ბერი ვარო, ჯერ მორჩილი არ მყოლიაო. 40 დღის ბერებს ყავს თუ ნაკურთხო ბერებს 40 მორჩილიო, მე არ მეკუთვნისო, ერთი მორჩილიო. მიდიო და პატრიარქმა გაკურთხოსო ჩემ მორჩილადო, მამა გაბრიელმა უთხრა მამა ნიკოლოზს, გაკურთხოსო ჩემ მორჩილადო. რაზეც სამწუხაროდ მაშინ უარი მიიღო მამა გაბრიელის მორჩილად მამა ნიკოლოზი რო ყოფილიყო სამწუხაროდ. ესე იყო და საპატრიარქოსგან მიიღო უარი და ამიტომ როგორც მამა გაბრიელს დევნიდნენ, ისევე გაგრძელდა მერე მამა ნიკოლოზის დევნა. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ დღეს
მამა ნიკოლოზთან უკრძალავს ზოგიერთი სასულიერო პირი კიდევ ბედავენ სამწუხაროდ ამას და უკრძალავენ მოსვლას. ხალხი აუცილებლად გასცემს მათ პასუხს, მოვა ეს დრო. ეს მამა გაბრიელმა გითხრა ჩვენ რომ გასცემს მათ პასუხს ხალხიო, ვინ არიან, როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორ ტანჯავენ ქვეყანას და როგორ აწამებენ ხალხს, სწორედ ის სასულიერო პირები, რომლებიც წმინდანებთან უკეტავენ გზას. და მამა და მე გაგრძელდა დევნა მამა გაბრიელის შემდგომ მამა ნიკოლოზის დევნაც გაგრძელდა. თქვენ როგორ მოხვდით მამა ნიკოლოზს? მე მოვედი მივხვდი რომ ჩვენ მამა გაბრიელი და მოვყვებოდით მამა ნიკოლოზს. დიდი ხანია მამა ნიკოლოზს ვიცნობთ. დიდი ხანია მამა ნიკოლოზის მრევლი ვართ და ვიცით რამდენად სახიფათოა ურთიერთობა წმინდანთან. ძალიან სახიფათო არის და მამა ნიკოლოზი არის დიდი წინასწარმეტყველი, უწმინდესი ადამიანი, მართალი, უდიდესი სიყვარულის მქონე და სამართლიანი და მკაცრი სამართლიანად და მკაცრიც. და ძალიან მაგარი მკაცრიც თან როცა ეს ეხება უსამართლობას. მამა გაბრიელის აი თვითონ მამა გაბრიელი თვითონ ამბობს რომ ნიკოლოზ შენი იმედი მაქვს არ მიმატო ერთადერთი გამგრძელებელი გზის მამა გაბრიელის მამა ნიკოლოზი იყო და როდესაც უკვე დედაპარასკევა მივიდა იქ მაშინ როდესაც მამა გაბრიელი უკვე უძლურებაში იყო ძალმოსილი მამა გაბრიელი შეიძლება ითქვას რომ დედაპარასკევას თქვენ რო კითხოთ თუ ყავს ნანახი აი მე არ ვიცი იმიტომ რომ უკვე დაუძლურებული იყო მამა გაბრიელი და მომლელი იყო ული და დედაპარასკევა რა თქმა უნდა მართალი ადამიანის გვერდში მყოფი ადამიანიც სამწუხაროდ დევნაში აღმოჩნდა და იდევნება და ეს დრო უნდა დამთავრდეს და ამას აკეთებს ხალხი იღვიძებს დღეს აი ამ ხელმოწერების სახით 10,000-ობით ხელმოწერების სახით რომ ხალხი ითხოვს სიმართლეს ხალხი ითხოვს იმას რომ არ დაიჩაგროს საქართველოში წმინდანები არ იყოს წმინდანების დევნა იმიტომ რომ ამითი ნერი ნადგურდება ქვეყანა ნადგურდება დღითი დღე მძიმდება ცხოვრება მაგრამ მალე ყველაფერი ღვთისადიდებლად კარგად იქნება აი ამ ინტერვიუს დროს ამ პატარა სამლოცველოში მოდის მამა ნიკოლოზის მრევლი ადამიანები რომლებსაც ალბათ ძალიან ჟერათ მამა ნიკოლოზის და იმის რომ საქართველოს გაბრწყინდება რამდენ ხანში გაბრწყინდება საქართველოს რას ამბობს ბერი ნიკოლოზი საქართველოს გაბრწყინება ამას ამბობდა მამა გიორგი ბასილაძე მამა გიორგი ბასილაძე უდიდესი წინასწარმეტყველი ბერი და დიდი წმინდანი მამა გიორგიც ამას ამბობდა მამა გაბრიელიც ამას ამბობდა და მამა ნიკოლოზი ამბობს საქართველოს გაბრწყინება ეკლესიის წმენდიდან დაიწყებაო რომ ეკლესიაში წმინდანები უნდა იყვნენ აი მე მესმის რომ ყველა შეიძლება მოწონდეს თავისი მოძღვარი მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის თავარი არის სიწმინდე ჩვენთვის თავარია რომ საკურთხევლის სიწმინდე იყოს დაცული იმიტომ რომ ქრისტე იყოს დაცული და არა ის რომ ხედავენ რომ ღუდელი უღირსად იქცევა და იმას უთმენენ არ შეიძლება როდესაც მრევლში შეგნების დონე გაიზრდება მოთხოვენ სიწმინდეს მოძღვარს თუ წმინდანი ხარ თუ დაანახო ზალმოსილება დიახ მამა გიორგი ბასილაძემ ასევე იწინასწარმეტყველა რამდენადაც ვიცი ბერ ნიკოლოზზე. მამა გიორგი ბასილაძეც ერთი პერიოდი თითქოს და იდევნებოდა ეკლესიიდან. იდევნებოდა, რა თქმა უნდა. ეს ძალიან დიდი თემაა კიდევ რომ მამა გიორგის დევნილობასთან დაკავშირებით. მე მახსოვს ერთხელ, როდესაც კულტურის სახლში ერთ-ერთ რაიონში ჩვენ თბილისიდან ბავშვები მიყავდა სკოლაში და მივიყვანეთ მოწამეთას მონასტერში რომ დაელოცა მამა გიორგის და პირველი რაც გითხრა მაშინ მამა გიორგიმ რომ წირვის უფლებას არ მაძლევენო და ესო დაღუპვა არისო ქვეყნის მართლაც ორ კვირაში ომი დაიწყო საქართველოში წმინდანს რო არ აძლევენ წირვის უფლებას აი პასუხი თვითონ მამა გაბრიელმა მამა გიორგიმ გითხრა ეს არის დაღუპვა ქვეყნის ამიტომ მეტნაკლებად დღეს თითოეული ჩვენთაგანი შინაგანად ვაცნობიერებთ იმას თუ რამდენად აუცილებელია მამა ნიკოლოზი იყოს ტაძარში და ხალხის მოთხოვნა ჩვენ არ ვიცით მამა ნიკოლოზის შევევედრებით და შეისმენს ხალხის უამრავი ხალხის თხოვნას ასევე შეისმენს ვისაც ეს ევალება რომ ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ მოგვარდეს არ შეიძლება წმინდანის დევნა ეს არის დიდი დანაშაული ეს არის დანაშაული სამშობლოს წინაშე ეს არის დანაშაული ქრისტე ღმერთის წინაშე იმიტომ რომ წმინდანების სახით დედამიწაზე ღმერთია ღმერთის ნების გამტარია წმინდანი და როცა საპატრიარქო დაუშვა წმინდანს დევნის რომელი ძალა დევნის გამოსაკვლევი არ არის გამოსაძიებელი და ვაი თუ ხალხმა გამოიძია ეს და ძალიან წარა შედეგები თუ მოხდა არავის არ უნდა ეს წმინდა მამები ლოცულობენ რომ სიყვარულისთვის და თითოეული ადამიანისთვის ლოცულობენ რომ შეგნების დონე მივიდეს იქამდე რომ ვისაც მოსანანიებელია რომ მოინანიოს და
და ვისაც კიდე რა ვიცი, აი გამოსასწორებელი ცხოვრების ეს ყველას და უნდა გამოვასწოროთ თვითონმა ჩვენთაგანმა. მე დავინახე, მოვედი ხატებთან და თითქმის ყოველ ხატს მირონის დის. ხატებს არ შეეხოთ, მირონი გადმოედინება, აგერ აწერია კიდეც. როგორ მირონის წამოსვლა ხან ძიმე რაღაცის მომასწავებელია ხან მომასწავებელი არის, ყოველთვის არის, ესე იგი, მომასწავებელი არის ზოგჯერ იმისი, რომ განსაცდელის მომასწავებელია, ზოგჯერ მომასწავებელია, რომ ღმერთის განდიდება ხდება მირონდენით და ისეთი სასწაულია, რომ მეცნიერება ამას თავის ჩნიმაში ვერ სვამს, სასწავლო ჩარჩოში და იმიტომ რომ მეცნიერება არის როგორც ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი ამბობს, ჰიპოთეზათა სასაფლაოა. დღეს ერთი აზრი ამიჩნეული ჭეშმარიტებად, ხვალე მეორე, ზეგ მესამე და ასე შემდეგ. და როგორ შეიძლება ეს ცვალებადი აზრი იყოს ჭეშმარიტი? ამიტომ სწორად თქვა ნობელის პრემიის ლაურეატი, რომ ჰიპოთეზათა სასაფლაოა. ჭეშმარიტება სიმართლე იცის წმინდანმა. ის უშუალოდ ხედავს მოვლენის არსს, მოვლენის ბუნებას და რაც შეეხება ხატს, ეს გახავთ ახალი იერუსალიმი, ესე ქვია ამ ხატს, მამა ნიკოლოზ მოართოს ეს ხატი, მამა გაბრიელი დგას ცენტრში გახავთ, შემოსილი მცხეთაში მამა გაბრიელი, დანიელ წინასწარმეტყველი და წმინდა იოანე მახარებელი. 4 ხატს ამოვიდა აქ მირონი, მაშინ როდესაც ივნისის თვე გახლდათ, მაშინ როდესაც თქვენ იცით, რომ აქ დიდი დაპირისპირება იყო, ვერ გაგება დიდი წმინდანის და რაღაც მომენტში დათბა ურთიერთობა, უფრო მეტად თითქოს ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოხდებოდა უფრო მეტი შერიგება, მაგრამ ეხლა ხან ისევ არაკეთილმოსურნე ძალები ჩაერივნენ, კონკრეტულად საპატრიარქო არიამაში ჩარეული მიზა მიმართულად დავალეს ძალადობა წმინდანის მიმართ და ეს უნდა შეწყდეს. საპატრიარქომ უნდა შეწყდეს ძალადობა წმინდანის მიმართ. და მოინანიოს, რა თქმა უნდა, მამა გაბრიელის წინაშე მეტნაკლებად, უნდა მოინანიონ მისი სულიერი შვილის და გზის გამგზავრებლის მიმართაც. სანამ გვიან არ არის ნამდვილად. მამა ნიკოლოზის ლოცვა შეეცვია ჩვენს ერს. ამინ. და აი ამ პატარა სამლოცველოზე რა სიტყვით, როგორ გაკეთდა ეს თვითონ უბანში მოხდა, თვითონ უბნელებმა ინერვეს, მრევლმა, აქაურმა მაცხოვრებლებმა, იმიტომ რომ აქ ადრე თურმე ყოფილა ძალიან მძიმე უბანი ყოფილა ეს უბანი და მამა ნიკოლოზ აქ მოთქვამი, სადაც ყველაზე დიდი სიმძიმე არისო, მე იქ მივდივარო და აქ ყოფილა ქვევით სასაფლაო, მე კორპუსები აშენდნენ და ძალიან ბევრი ისეთი ფაქტები ხებოდა, ძალიან ბევრი ტრაგედია იყო მომხდარი და ეს ადგილიო თვითონ უბნელები ამბობდნენ, რომ ითხოვდა თითქოს ეს ადგილი სამლოცველოსო და ისე მოხდა, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს აქ მაცხოვრებელმა ხალხმა და მრევლთან ერთად გაკეთდა ეს სამლოცველო და ძველად აქ ყოფილა კიდე ეკლესია, როგორც მითხრეს აქაურმა მაცხოვრებელმა ჩვენმა უბნელებმა. სახელობის ვერ გეტყვით, თვითონაც არ იციან საძირკვლის, აი ძველი გადმოცემით იციან ამის შესახებ. ასევე აქ ბრძანდება და არ შემილია, რომ არ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ძლევა შემოსილის, ეს გახლავთ დევნული ხატი თვითონ 1917 წელს 100 წლის წინ გამოჩნდა ეს ხატი რუსეთში, მაშინ როდესაც ნიკოლოზ მეორე ტახტიდან იქნა ჩამოგდებული. და ღვთისმშობელმა ჩაიბარა მეფობა, ანუ იმ დღეს გამოჩნდა და თვითონ ყველა ეკლესიაში იდევნებოდა ეს ხატიც. და დღესაც კი უცნობია სად არის დედანი. ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია და ამ ხატს ევედრებიან მეფობის აღსადგენად. და მამა გაბრიელი ამბობდა იმას, რომ საქართველოს მანამ არ ეშველება, სანამ მეფე არ ეყოლებაო. დიდი მადლობა. ლევან, მე სასწაულებზე თქვენ არაფერი არ კითხეთ, იმიტომ რომ მე მინდა მრევლს გავესაუბრო ამის თაობაზე, თუმცა მაყურებელს ვეტყვი, რომ არის ასეთი Facebook გვერდი, თუ არ ვცდები, წმინდა მოწამე, ცოცხალი წმინდანები და ამისი ავტორი თქვენ ბრძანდებით? მრავალი ადამიანი გახლავთ ამის ავტორი. ჩვენ ერთ-ერთ ტელევიზიაში გვქონდა გადაცემაც ღვთისმადლით ეს ამრავლეთოს რწმენა და უთხარითოს ხვევცაც ეს ტალანტის გამრავლებაა და ღმერთმა დაუცოს თქვენი ტელევიზია, სადაც მართლა იგრძნობა სიწმინდის მიმართ ტოლობა და ეს უნდა გადაედოს ყველას აუცილებლად ვისურვებთ ამას. დიდი მადლობა. ტელეკომპანია პეკატივში ისედაც გადის ასეთი რუბრიკა წმინდანთა სასწაულები ჩვენ ცხოვრებაში და აბსოლუტურად ყველას ვეუბნები მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ თუ კი რამ სასწაული მომხდარა მის ცხოვრებაში წმინდანებისგან, ეს ყველა სასწაული რა თქმა უნდა უფლისგან მოდის, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, მოგბრძანდნენ და მოგვიყვნენ ამ სასწაულების თაობაზე, ასე რომ გვიყურეთ ჩვენ ტელეკომპანია პეკატივი არ მოგატყუებთ და კიდევ ერთხელ მადლობა ლევან და ახლა კი გავესაუბრებით მრევლს.
დოდო აკიშვაია, დევნილი აფხაზეთიდან. მრევლი ბერი ნიკოლოზის 2009 წლიდან. მე მინდა ლევანის ინტერვიუს დავამატო ასეთი ინფორმაცია. წლებია და წლების განმავლობაში საპატრიარქოდან გამოდის მოწმობა, რომ ბერი ნიკოლოზი არის ბერი და რჯულის კანონის მიხედვით რუის ურბნისის კრებიდან გამომდინარე ამ მოწმობის საფუძველზე ბერად მიღებული ბერი ნიკოლოზის წელიწადში საპატრიარქოში უნდა განიხილებოდეს ორჯერ ბერის პოზიცია, ბერის პრეტენზია. თუ რა ხდება, ეს არც ერთხელ არ მომხდარა. იქნებ საპატრიარქოში დაისვას ეს საკითხი და განიხილონ ბერის ან პრეტენზია, ან მისი მისია, ან გადაწყვეტილება. მე თვითონ აქ ბევრი სასწაულის მომსწრე ვარ, ჯერ სხვებიდან, როგორ განკურნებულან, რა სასწაულები მომხდარა, მე თვითონ პირადად დღეს რო ცოცხალი ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბერი ნიკოლოზის დამსახურებით არის და მქონდა ისეთი სასაუბრო თემა, საიდანაც პასუხი უნდა მიმეღო. მივდიოდი, პასუხი რო უნდა მიმეღო და უпростоრად უნდა გადამეცა რაღაც ინფორმაცია და მე ვფიქრობდი პასუხის მიღებას და იმის მიხედვით მე გადაწყვეტილების მიღებას. სანამ ამას ვფიქრობდი, მანამ უკვე თვითონ დამიწერა რა უნდა მეთქვა იქეთ და პასუხიც მანიშნა როგორ უნდა მემოქმედა. ამაზე დიდი სასწაული საერთოდ რა უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ჩემი სიცოცხლის, დარჩენილი სიცოცხლის ორიენტირი არის ბერი ნიკოლოზი. ყველანაირად და ესეთი სურვილი მაქვს, რომ ყველა საქმე, ყველაფერი ვაკეთო ღმერთის სახელის სადიდებლად. თორნიკე ცაცაბაშვილი, გამარჯობა, სტუდენტი ვარ, თბილისელი. ბერი ნიკოლოზის შესახებ მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ, ჩემი აზრი. მინდა ვაჟა-ფშაველად სიტყვები გავიხსენო. ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია უნდა მტრიანი. ლოგიკურიც არის, რომ ბერი ნიკოლოზი ისე როგორც მამა გაბრიელი იდევნებათ თავის რაღაც პერიოდში. ეს ჩვეულებრივი მოვლენა სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე. თუმცა ასეთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ სადაც არის ბერი ნიკოლოზი, იქ არის ქრისტე. ხოლო სადაც ქრისტეა, იქ არის გამარჯვება შესაბამისად სიმართლეც. ასე რომ ზოგიერთი ფიქრობს ხოლმე, რომ ბერი ნიკოლოზი რაღაცებში ცდება, ან არასწორი პოზიცია უჭირავს, ისე რომ საერთოდ არც უნახავთ ეს ადამიანი, არც სახელიც კი არ უნახავთ, არა თუ არ წაუკითხავთ მისი არც ერთი ნაწერი და ასე შემდეგ და ისე უბრალოდ ჭორების დონეზე იცნობენ. მინდა მიმართო ყველას, მოგბრძანეთ, ნახეთ, თქვენ თვითონ იგრძნობთ თუ როგორი ადამიანია, როგორი წმინდანია და არ არსებობს თუ ადამიანი დაკვირვებულია და ეძებს ღმერთს, არ არსებობს რომ ბერი ნიკოლოზი ცუდი შთაბეჭდილება დარჩეს. დიდი მადლობა. თქვენ როგორ იგრძენით, რომ უფალი ზუსტად იქ არის, სადაც აი თქვენ მიდიხართ, როცა ბერი ნიკოლოზთან მოდიხართ. აი როგორ იგრძენით თქვენში უფალი და ჯერ კიდევ მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ეს ბერი ნიკოლოზიო ყველას მკურნალი იქნებაო. ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ უამრავი კურნება აღესრულება, უამრავი კიბოიანი იქურნება, თვითონ მამა ნიკოლოზი წერს, რომ უამრავი კიბოიანი და დაავადებული ჩემი ჩამოკიდებულიო. ეს ადამიანი საკუთარი პიროვნებით, საკუთარი სიწმინდით კურნავს ამ ადამიანებს და მოგახსენებათ, რომ მკურნალი არის ღმერთი და მისი წმინდანები არიან მკურნალები. შესაბამისად, თავისთავად იგულისხმება, რომ ღმერთი კურნავს ბერი ნიკოლოზის ძალით. ნიკოლოზი ჯანმრთელობის მდგომარეობას მეკითხებით, ხო თქვენ როდესაც მე ღვთისყალობით ვიყავი იქ ერთ 5 ადამიანი ვიყავით, როცა ექიმი მოგბრძანდა მამა ნიკოლოზთან და თითოეული ორგანო, გული ტკივა ადამიანს, ფილტვი ტკივა, კუჭი ტკივა, ორგანო არ იყო რომ არ ტკივოდა ადამიანს და საკმარისიაო, ჩვეულებრივი ადამიანია, ერთი ორგანო რო ტკივდეს ასე ვერ გაუძლებს ამ ტკივილებს. ღმერთთან არის შეერთებული მამა ნიკოლოზი ექიმებმა ესეთი თუ ესე და ვისთვის ტკივა მე მახსოვს ერთი შემთხვევა ჩემი უძვირფასესი ადამიანი განკურნა მამა ნიკოლოზმა და მაშინ საუბრობდა მამა ნიკოლოზი მრევლი მივიდა მამა ნიკოლოზთან და ცოტა ხანში ზუსტად იმ ადგილას დაიდო ხელი მამა ნიკოლოზმა აქ მუხთან აქ მტკივაო და
მეორე მესამე დღეს აი ჩემი უახლოესი ადამიანი ხვდება რომ უკვე აღარ ტკივოდა და არადა ტკივილები ქონდა ისეთი რომ სიარული აღარ შეეძლო რომ დაჯდებოდა წამოდგომა უჭერდა უმძიმეს ესეთი იმიდან განიკურნა ადამიანი ბერი ნიკოლოზის მრევლიდან ის ადამიანი თორნიკი ალბათ თავის გვარს გვეტყვის და გაგვეცნობა რომელიც აქტიურად მონაწილეობს ხელმოწერების შეგროვებაში ხო თუ არ ვწდები თორნიკე გაგვეცანი თავი და ხარ თუ არა ბერი ნიკოლოზის მრევლი და აი როგორ დაგევალა ეს მისია ხელმოწერების დიახ პირველ რიგში თორნიკე მამნიაშვილი გახმოვართ პირველ რიგში რისთვის გროვდება ეს ხელმოწერები ვისთვის გროვდება ჯერ უნდა შევიცნოთ ეს ადამიანი ხო ასე პირველ რიგში ამ ადამიანის შეცრობა რომ დაიწყო სანამ ვინმეს შეცრობას დაიწყებ ჯერ საკუთარი თავის შეცრობა უნდა დაიწყო ადამიანმა საკუთარი თავის შეცრობით აუცილებლად გახვალ იმ ძალამდე რამაც შენ შექმნა ხო ასე ანუ შენ შემქმნელი ძალის ძალა რო გაიგო შეიცნო ამისათვის შენ უნდა საკუთარი თავის ძიება დაიწყო რისთვის ხარ რატო ხარ და რა მიზნით ხარ ამ ქვეყანაზე მოსული ასე არის და ამის ძიებას რო დაიწყებ აუცილებლად გახვალ ღვთის ძალამდე ეხლა ნახეთ ღვთის ძალამდე რო გახვიდი აუცილებლად საჭიროა ადამიანი რომელიც დაგეხმარება ამ ძალამდე მისვლაში ანუ ყველაზე ახლოს ვინც არის ამ მადლის გამტარებელი ამ მადლის გამტარებელი არიან ცოცხალი წმინდანები ამიტომ ადამიანობა უნდა ვეძებოთ ცოცხალი წმინდანები და დაგვანახებენ ისინი ვინ ვართ რა ვართ რა მისია გვაკისრია რისთვის ვართ ამ ქვეყანაზე მოსულები და რა გზით უნდა ვიაროთ და როგორ გავიდეთ ამ ყველაზე დიდ ენერგიამდე ღვთის ენერგიამდე ღვთის ძალამდე როგორ უნდა გავიდეთ ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი და ყველას ჩვენი მისია გვაკისრია პირველი საფეხური არის გაადამიანება რეალურად ახლა ჩვენ ადამიანის მდგომარეობაში არ ვართ იმ სულიერ მდგომარეობაში არ ვართ რა სულიერ მდგომარეობაშიც ის ამოთხეში იმყოფებოდა ჩვენ რეალურად გაადამიანების პროცესი იწყება პირველ რიგში ათიმცნების დაცვით ათიმცნებას რო დაიცავს არსება მე ხდება ადამიანი ანუ იმ სულიერ მდგომარეობაში ვარდება რა სულიერ მდგომარეობაშიც არის ადამი ამის შემდეგ მოდის მორწმუნე როგორ უნდა გახდეთ მორწმუნე რო გახდე ამისთვის საჭიროა აბრაამის გამოცდა ჩააბარო აბრაამის გამოცდა რაში მდგომარეობდა რომ მას ყველაფრის შვილის დათმობაც შეეძლო ღვთის გამო ანუ ჩვენ თუ ყველაფრის დათმობას შევძლებთ უფლის გამო აბრაამის გამოცდა ჩაბარებული იქნება და მორწმუნე მაშინ გერქმევა რეალურად მორწმუნე ამას ნიშნავს დღეს ვართ აბა დავფიქრდეთ მორწმუნეები რეალურად ათწნებას ვიცავთ როცა დავიცავთ ათწნებას შემდეგი საფეხური მორწმუნეობა და მერე უნდა გავხდეთ მორწმუნეები და მერე უნდა ვთქვათ მორწმუნეები ვართ მორწმუნის მერე არის მორჩილება წმინდანის მორჩილების მერე მოდის ბერობა ბერობის მერე მოდის წმინდანობა წმინდანობის საფეხურია მღვდლობა მღვდელი უნდა იყოს წმინდანი აუცილებლად მღვდელი კიდე დროს სივრცეს და მატერიას განაგებს დროს სივრცის და მატერიის გამგებელი მხოლოდ ღმერთი ანუ რეალურად წმინდანი არის მღვდელი არის დროს სივრცის და მატერიის გამგებელი ანუ ღვთის ძალის გამტარი ანუ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვეძებოთ წმინდანები ცოცხალი წმინდანები უნდა ვეძებოთ და ცოცხალი წმინდანების გვერდში უნდა ვიდიოთ ცოცხალი წმინდანების გვერდში მოდის მადლი ძალა რაც მე ვიგრძენი და ამ მადლმა და ძალამ აქ მომიყვანა და აქ სულიერი შველა და ხსნავა ვიგრძენი და ეხლა როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენ ეს წმინდანები პირველ რიგში უნდა დავიწყოთ გამოკვლევა ვინ იყო მისი მოძღვარი მეორე თვითონ რა ცხოვრებით ცხოვრობს მესამე აქვს თუ არა კურნების ძალა შეიძლება კურნების ძალა კონდეს ადამიანს მაგრამ ეს მოდიოდეს ბოროტისგან ახლა როგორ დავადგინოთ ეს ბოროტისგან მოდის თუ კეთილისგან ამისთვის მეოთხე თვისება ეს არის სინანულის გზნობაში უნდა შეეძლოს მას შენ ჩაგდება ხმის ამოღების გარეშე და სიყვარულით უნდა კეთდებოდეს ეს და სიყვარულს უნდა აღწრავდეს შენში ეს ხუთი თვისების მატარებელი ეს ხუთი თვისება რომ დავინახე მამა ნიკოლოზში იმიტომ მოვეწები ასე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ მიჭირდა ამ ხუთი თვისების დანახვა ანუ არიან ზოგს ამ თვისებებიდან რამოდენიმე აქვს ზოგს რამოდენიმე და ეს ყველაფერი შეიკრა მამა ნიკოლოზში და მე აღმოაჩინე ნამდვილი მღვდელი ნამდვილი წმინდანი და ასეთები ბევრი არიან საქართველოში მაგრამ ძებნა არის საჭირო მაგრამ მათაც თავიანთი სულიერი საფეხურები აქვს და ყველა განსხვავდება სულიერი ძალით მღვდლობის მერე არის განვითარება თეთრი მღვდელი შავი სამღვდელოება და ასე შემდეგ და სხვადასხვა მადლი და სხვადასხვა ძალი ეძლევა ღვთისაგან რაც უფრო
მაღალ საფეხურზე ადის ადამიანი. ჯერ პირველ რიგში გავაადამიანდეთ და მერე გავხდებით მორწმუნე და მერე ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში მთავარია ჩვენი მისია. ჩვენი რომ პირველ რიგში გავაადამიანდეთ. ანუ ადამიანები გავხდეთ რეალურად. იმ სულიერ მდგომარეობაში მოვიდეთ, გასული მდგომარეობაშიც ადამიანი. ჩვენ ვართ რადიო ჩათვალე. შენ თუ დენის წყაროს არ შეუერთე რადიო, ხო? იქ მე ხმას ხო ვერ გაიგონებ. ამისათვის რა არის საჭირო? უნდა მოძებნო დენის წყარო, ან უნდა გახვიდე ცოცხალწმინდანთან. შეუერთები ცოცხალწმინდანს დენის წყაროს შეუერთები და მე უკვე იწყებ ანტენის გასწორებას, მე იწყებ არხის ძებნას, არხეს რო იპოვე, ანუ ხმის გაგება გინდა რეალურად, ხო? ღმერთთან კავშირი ხო გინდა? ღმერთთან კავშირს როგორ დაამყარებ თუ შენ ეს რადიო არ შეუერთე დენის წყაროს თუ არ მომართე, ხმაზე თუ არ დააყენე, არ გაასწორე ანტენა და ეს სამუშაო არის, ეს ხმის მომართვა და ეს ანტენის გასწორება, სწორედ ეს ათიმცნების დაცვა და ნელ-ნელა საფეხურებზე ასვლა. მორწმუნე გახდე მერე და ანუ ღმერთთან როგორ გინდა ღმერთს ესაუბრო, თუ შენ არ იმოქმედი არაფერი მასთან დასაკავშირებლად. საოცარია, ესე იგი, მე მინდა ჩემ მაყურებელს მემართო, ისე კარგად ახსნა თორნიკე, ეს ყოველივე ცოტა არ იყოს შემეშინდა, მე მეგონა რომ დენის წყარო ცხოვრებაში ნაპოვნი მქონდა, მაგრამ ახლა უფრო დავიწყებ დენის წყაროს ძებნას, რომ ჩვენი რადიო კარგად ამუშავდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ლირიული გადახვევა, ზუსტად იმ სიტყვების ინტერპრეტირება, ჩემებურად რა სიტყვების თქვენ მითხარით, რაც ინფორმაცია და რაც ეს ძალა მივიღე, ვიგზენი, აქ მივიღე, სამ თვეში. ალბათ იყო შექმნილი წინასწარი პირობა, მაგრამ რეალურად აი ხა რასაც ვაუბრობ და კიდე იმდენია, რაც არ ვიცი და რაც უფრო სხვა საფეხურზე ახვალ ადამიანი და სხვა მადლში იქნები, უფრო სიღრმისეულად მით უფრო მეტი გაგეხსნება ადამიანს და აქ მივიღე მე ეს ყველაფერი. მამა ნიკოლოზის წყალობით. რამდენი წლის ხარ? 23-ის. ძებოთ მადლის მატარებელი წმინდანები. დღეს ჩვენს ქვეყანასა თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ მართლმადიდებელი საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლია, ან უბრალოდ მისი მომხრე და იმ რწმენით, რომ ბერი ნიკოლოზი მამა გაბრიელ ურგებაძის ხელდასმულია და მისი გამგრძელებელი. ბერი ნიკოლოზის ლოცვას, რომ უდიდესი ძალა აქვს და მისი ლოცვა მკურნალია 10,000-ობით თუ 100,000-ობით კილომეტრზეც კი. ამიტომაც აგროვებენ ხელმოწერებს მამა ნიკოლოზის ეკლესიაში დასაბრუნებლად. საზოგადოების მეორე ნაწილი მას და მის მრევლს, იმ ადამიანებს, ვისაც ბერი ნიკოლოზის სწამთ და სჯერად ფანატიკოსად აღიქვამენ. უფრო მეტიც, ერთგვარ სექტასაც უწოდებენ და სდევნიან, აპროტესტებენ მათ არსებობას. ამ ორ უკიდურეს ეგრეთ წოდებულ პოლუსზე მყოფ ადამიანებში ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ამაზე ჩვენ პასუხს ვერ ვგაქცევთ. ყოველივე ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს. კომენტარი თქვენთვის მოგვინდია. მადლობთ. შეთა განუსვენე მაცხოვა დავიწყე სანადრელს ამას ცხოვრებას აკაც მოყვარე გასასვენებელსა შესამაცხოვა სადა წმინდანი შენი მკვიდარია განუსვენე სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევათა შენთათა რამე თუ შენ ხოლო ხარ კაც მოყვარე დიდება ამასა და დესა და წმინდა სასულსა შენ ხარ გვერდი, რომელიც დახედროჯოხეთა და დახსენს სამობანი შესვენებულთანი რაცა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა damaratis da uguniti
უგუნისამდე ამინ შენ ხოლო უბიძო და უხსნელო ქალწულო რომელმა შეღმერთი ხორცესმული მასევე